მოგესალმებით მეგობრებო. Გამოვიდით 3 BMW-ით. 8 ცილინდრიანი, 6 ცილინდრიანი უკან გას, იმისათვის ცილინდრიანი კიდე უკან გას რა. დაგათვალიერებინათ მანქანებს. შევეცდებით ფლობელებისგანაც გავიგოთ ინფორმაცია ვის რა upgrade-ით ხავს მანქანა გაკეთებული, ვის რა ცხენზე ხავს. დაგათვალიერებინათ ესე ვის მოავს მანქანის. E98 435-ია, yani E95 დეფშიგნის გაკეთებული. Qolofia stage 3, ძრავი არის stage 2 პლუსი. მოდი ძრავის აგიხადე განახე, ძრავსაც ვნახოთ, დავათვალიეროთ, რა მოდიფიკაცია გაკეთებული. მოკლედ ამ მანქანას აქვს გაკეთებული, რაც შეიძლება რომ გაუკეთო. დინანის სვეჩები, ბაბინები, მაღალი წნევის ნასოსი, ინჟექტორები S63-ის აყენია. Burger Motorsport-ის intake-ი, intercooler-ი აყენია დიდი, ზუსტად ზომები არ ვიცი. ხო, როგორც Qolofia stage 3, E4-ის ტორმოზები აყენია კიდევ, შეახედო. გამშვები სტოკი აყენია downpipe-ზეა. სხვა ისეთი, რავი, ჯერჯერობით არაფერი რა. მინდა რომ სპირტი ჩავასხა stage 3 დავხატო. ეს არის 92, ძრავი უდოს ყველას საყვარელი ძრავი, N54. ჩუგუნის ნიზზე, დინანია ქართული, ბაბინებიც უყენია, რაუშტე იყო და სტეიჯებულია, ინტერკულერიც უყენია, გამშვების თავიდან ბოლომდე უყენია, მექანიკაა ბევრთვის საყვარელი, ვისაც უყვართ მექანიკა. ცეპლენიას რა თქმა უნდა. ცეპლენიას რა თქმა უნდა, კერამიკა აყენია, stage 3 აყენია. დაგათვალიერებინებთ უცებ ვიზუალურსაც და ინტერიერსაც შიგნით. კარბონის საბარგულიც უკანია, გამშვებით მახუშებიც უკანა ორივე დინანია. ეხლა გადავიდეთ მე-6 სერიაზე. ორი ახალი სიტყვა დაუბრუნეთ, როგორც ძრავი, ასევე მთლიანი ვიზუალური ეფექტი. ახალი G series ფერი გავასხით, G Frozen Black-ი. ჩვენმა ძმამ დავარმა ბიჭმა, რომელმაც შეასრულა ეს ყველაფერი რეალურად. რაც შეეხება ძრავს. ძრავი მხოლოდ გავაკოვანებთ რა. პროგრამა სტოკი ჯერჯერობით და იმედია ცოტას მოუმატებთ ცოტა ხანში, იმიტომ რომ მეტი სატანა შეუძლია ბევრად. სადღაც როგორც წესი 10-მდე დაждდა ამის გაკოვანება. მაგის შემდეგ გამშვები შეუცვალეთ. წამოვაწყდეთ. თუ გამოჩნდება და თუ არ დაგვიჭირეს 20 წელი ციხეში თუ არ გაგვიშვეს მაგის გამო. კლიანი ვარვეტრონიკის ტიტანიუმი აყენია, გახსნა დაკეტვით და სასიამოვნო ფუნქცია და კომფორტიც არის ხმასთან ერთად. ეხლა გავივლით, დავაჭერთ, ხმასაც მოვისმენთ. ნახოთ ვინ როგორ. მოკლედ მეგობრებო, ესეთი რაღაც გადავწყვეტ, ბევრად საინტერესო რო იყოს. მოკლედ გავიგეთ ვიცი რა მოდიფიკაციაა, ზოგი ბლატაო, ზოგი მარიაჟობს. ზოგი რაღაც stage-ზე არისო, ზოგი კოვკებზე არისო და ყველაზე რეალური ასე ვთქვა, თუ ჩვენი ვიდეო ავა 1000 ნახვაზე ზევით. თქვენ არჩეულ მანქანას Z-ბანზე რო იტყვიან, შევარგებთ და ნახოთ ყველაზე სწრაფი რომელია. არჩევ თქვენ თქვა E92 იქნება, 435 იქნება, ну რა თქმა უნდა მე-6 სერია იქნება. თავარია მე ფლობელების დავითანხმოთ მაგ ყველაფერში და ნახოთ თქვენს თუ მოგეწონება და რა თქმა უნდა ავა ეს ვიდეო 1000 ნახვაზე ზევით. ჩვენ მე გვირდებით რომ მანქანებს გავტესტავთ ავტობანზე და აქედან 3-დან ნახოთ ყველაზე სწრაფი და ჩქარი რომელია და რომელი რა დონეზე დადის რო იტყვია. გავუჩიდეთ აი ესე ჩეპეში, მოკლედ გზას აკეთებენ, იქიდან გავუნდებით დაბალი მანქანები ხომ ჩვენ სამივე. ველოდებით ჯიგრებს სანამ კატოკით გაასწორებენ და უარი არ გითხეს როგორც ხედავ, კატოკით გვისწორებენ, რომ გავაგრძელოთ გზას, აბადურისკენ, როგორც ავტობუსი ბოლომდე ავყოთ ამ გზას. აი ახლა გაჩერებული და ამ ყველაფერს განახებ თუ როგორ და რანაირად აკეთებენ ბიჭები, იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ შევეცადოთ გავიაროთ. არ უწევდა ხა ჯერ კატოკით გასწორება, მაგრამ უარი არ გითხრეს რა.
დაჟე მოძრაობაც კი გააჩერეს და აი კატო კი დაიწყოს ბიჭებო მუშაობა. გავჩერდით მოკლედ და შევეცდით აი ეს ნიშანი. მანქანის გაჩერება არ შეიძლება, შეშეჩეხვა არ შეიძლება, თევზაობა არ შეიძლება, ნადირობა არ შეიძლება, ნაგავი არ უნდა დაყარო თავისთავად. ცეცხლი და რაცა ცხოველები, მაგრამ როგორც ყოველთვის ვიღაცა არ ღვევს რა, აი მოусმინეთ. ჩეხავენ. შეშეჩეხავენ ნიშანი იმის რომ დაარღვიონ რა, ვიცი, აი როგორც ხედავთ ვიღაცა რაღაცას აკეთებს იქ.